ქალბატონებო და ბატონებო, გოგოებო და ბიჭებო, მე დღეს ამბავს მოგიყვებით. ერთ პატარა ამბავს, რომელიც დაიწყო უკვე უხსოვა დროს გასული საუკუნის მიწურულს და ჩემდაბედად დღემდე არ დამთავრებულ. ეს ამბავი დაიწყო მაშინ, როდესაც სამნიშნა რიცხვი თუ იყო ადამიანის ანაზღაურება სამსახურში, ეს იყო დიდი მიღწევა და 60 დილზე ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელად აღმოჩნდი თანამდებობაზე, ხო მაგრად ჟღერს, რომელშიც მიხდიდნენ ბევრად მეც, ვიდრე მე საერთოდ შემეძლო წარმომედგინე, გადავირი. პირველად, როდესაც ხელფასი გამიშალეს, როგორც პასიანსი, მაშინ ქეშად იძლეოდნენ ფულს, მე სრულ შოკში ვიყავი და ვიფიქრე, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყებს. იქ, სადაც იმ ხანად ამოვყავი თავი, იყო დირექტორის შეცვლის დრო. და ახალი დირექტორი უნდა ჩამოსულიყო შორეული შორეთიდან, ჩემთვის გულწრფელად რო გითხრათ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა ყველანაირ დირექტორთან, მე მომწონდა, რასაც ვაკეთებდი, გულწრფელად მომწონდა. უბრალოდ იმ ქვეყნიდან, სადაც ეს ადამიანი მანამდე მუშაობდა, იქაური ადგილობრივი ძალისგან, ხო მაგარი სიტყვა შეთანხმება, მე თავდავიწყებით მიყვარს, აქაურ ადგილობრივ ძალას მოგვივიდა მეილი, რომელშიც ეწერა, ვისაც შანსი გაქვთ, გაიქეცით. მე გამახსენდა პასიანსი და მივხვდი, რომ არსად არ გავიქცევი, ხო და ორი თავი არავის აბია, სად იყო და სად არა, ის ჩამოვიდა, შეხვედრის დეტალებს არ მოგიყვებით, ბრუტალურია და ძალიან გრძელ დროს წაიღებს, მაგრამ მე ვფიქრე, რომ ყველაფერს ავიტან. ბოლოს და ბოლოს რა აღარ ამიტანია, რა მოხდა. ერთადერთი რაც იყო სრულიად გაუსაძლისი და აი აქ იწყება ეს ამბავი, გახლავთ ის, რომ ეს ქალი გავამხილე სქესი მაინც ვაპირებდი, რომ არ მეკნა. ყვიროდა. ის არ მიყვიროდა, ეს არ იყო ისე, რომ პერსონალურად არაფერი მსგავსი, უბრალოდ ის ყვიროდა და მინდა გითხრათ, რომ ვინაიდან მე არასოდეს მიყვიროდა არავინ, ჩემს სახლში არავინ ყვიროდა და ჩემ გარემოცვაში ითვლებოდა, რომ ყვირილი არის უზრდელობა და რატო უნდა მიყვირო, ესე იგი ჩლუნგი ვარ და სხვანაირად არ მესმის, შეურაცხყოფად მივიღე, ეგრე არ იყო საქმე. მაგ პრობლემა, როდესაც რაღაცა სიხშირეზე მაღალი ხმებია, უბრალოდ არ მესმის, რას მელაპარაკებია. სიტყვა არ მესმოდა. და ჭკუიდან გადავდიოდი, იმიტომ რომ ქალი გაუთავებლად ყვიროდა და მე აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ყვირილი იყო განპირობებული იმით, რომ აი ახლა დოლების ბაგუნი მჭირდება. ის თვლიდა, რომ მე მისი არ მეშინია. მე მისი ძალიან მეშინოდა, ასე არ იყო საქმე. უბრალოდ ვერ ვხვდებოდი, რას ყვიროდა. და აი მეორე პასიანსის მერე დავთვალე. მინდა მოგახსენოთ, რომ იმპულსური არსება არა ვარ ძალიან ფრთხილი, ამიტომ გავთვალე პლუსები და მინუსები და მივხვდი, რომ ის არაჩვეულებრივი თანხა, რომელიც დღესაც არ დამსიზღვრებია, მოხმარდება ჩემ მკურნალობას, სადმე ბედიანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან მიახლოებულ ტერიტორიაზე, იმიტომ რომ საავადმყოფოში არ და მე გავიქეცი სამარცხვინოდ, ისე რომ არც კი გამიცხადებია, რომ მე მივდივარ. უბრალოდ წავედი. ეს იყო და ეს. და მე წავედი დიდება ღმერთს მე მქონდა ვიზა და მე წავედი შორეულ დასავლეთში, რომელიც იყო იმ ხანად ჩემი დიდი სახლი და ჩემზე უფრო გატყავებულ მეგობრებს შევეფარე და მე მიმაჩნდა, რომ ყველაფერი კარგად და უბრალოდ მეგობრებთან იმ ხანად, აი აქ დოლები გვინდა მეორედ, იმ ხანად ცხოვრობდა ერთ-ერთი მეგობრის დის მიერ დატოვებული კატა მაქსი. კატა მაქსი იყო უზარმაზარი. მე მიყვარს კატები, თავდავიწყებით, ამიტომ თავიდან ვიფიქრე, რომ ფისო კატა, არა. კატა მაქსი იყო პირუტყვი, რომელიც იყო კასტრირებული, მას არ ჰქონდა სქესი და შესაბამისად გენდერული გაგებები. კატა მაქსი იყო ურჩხული და კატა მაქსს მიაჩნდა, რომ მას უნდა ეძინოს ჩემთან ერთად. მე ასე არ მიმაჩნდა. არანაირად და იცით რა ვქენი, კარი გამოვკეტე, მაგრამ კატა მაქსი ამ კარს თავით ასკდებოდა, იმიტომ რომ სხვანაირად ვერაფერი ვერ გამოსცემს კატის ხელში ასეთ ხმას დამეთანხმებით და ისიც ვიცი, რომ კატა თუ ლოგინში ამოვიდა, კარგია, ფისო კატა, ხო? ან ფეხებთან ზის, ან აქ გეკრუტუნება, არა. კატა მაქსი იწვა ასე, ანუ მე ვიყავი ატყეპებ კედელზე და კატა მაქსს ჰქონდა ძალიან სახიფათო ჭანგები და მე მივხვდი, რომ თუ კი გადავტრიალდები, კატა მაქსი ამომთხრის თვალებს. და ეს იყო თეთრი ღამე, როდესაც ვერ ვხვდებოდი, რა უნდა გავაკეთო, მოვკლა კატა მაქსი და ამით თუ არ მოყვა, ძალიან ცუდად. და ჩემ მეგობარ ქალს, რომლის აი ამ ოხერ საძინებელ ოთახშიც ვეგდე, კატა მაქსი ეგდო და მე ვიჯექი, იყო ალბათ ყველასა აქ ასეთი წასაკითხი წიგნების პატარა წყება, რომელსაც ან წაიკითხავ, ან არა, მაგრამ დგას.
და ნუ ვიფიქრე რომ მე მაინც წავიკითხო და გადმოვიღე. იცით რა პირველი სიტყვები საშინლად მომეწონა, საშინლად. და საშინლად მომეწონა ის ფაქტი, რომ ავტორის სახელი და გვარი, უпростоრეთ სახელი დავიმახსოვრე, იმიტომ რომ ახლო აღმოსავლეთის სახელებს ნელად ვიმახსოვრებ. მაგრამ აბუ ალი იბნ არაბის არ დამახსოვრება, ნუ ეხლა კატამაქსის ინტელექტია. და სიტყვები იყო ასეთი, რომ ჯობსი არო ფეხში შველმა, ვიდრე ფეხსაცმელი გიჭერდეს, ჯობს გზაში შეწუხდე, ვიდრე სახში იყო გამოკეტილი და ასე შემდეგ. ვიფიქრე მე. და ეს იყო წიგნი და მე დავიწყე ამ წიგნის კითხვა და მე ამ წიგნს ვკითხულობდი მთელი ღამე. და როდესაც გათენდა მე წიგნი დავამთავრე და გულწრფელად ვიფიქრე, რომ რა სამწუხაროა, რომ მე არ ვარ მწერალი, მე არ ვარ მამაკაცი, მე არ ვარ ნიდერლანდელი და ეს წიგნი ჩემამდე ვიღაცამ დამასწრო. ეს ის ამბავი კი არ იყო, რომ მე ასეთ წიგნს დავწერდი, მე ამ წიგნს დავწერდი და გადავირიე. და დილით, როდესაც გამოფოფხდი და ჩემმა მეგობრებმა იკადრეს და დაბრუნდნენ, ვკითხე, რომ ვინო ხერია მეთქი ავტორი, თქვა, არ ვიცი თქვა. მათ მითხრეს, რომ იცი რა არის, ეს არის ღრუბელი და ღრუბელს ზემოთ ვარსკვლავებს ეს კაცი, ამიტომ ასე ნუ იფიქრებ. კარგი თქვა, ვიფიქრე მე. მაგრამ ვფიქრობდი, რომ სადღაც პლანეტა დედამიწაზე შორეულ ნიდერლანდებში, იმ ადგილიდან არა შორს, მაგრამ ჩემი იმჟამინდელი სამშობლოდან ძალიან დიდ შორეთში ცხოვრობს კაცი, რომელმაც არ იცის, რომ ვიღაცა ქალს უფრო მეტად უყვარს, ვიდრე საკუთარი თვალები. ღმერთო, რა მაგარია, ვფიქრობდი მე. ამ კარგი ქალაქიდან და კატამაქსის სამფლობელოდან გადავედი სხვა ქალაქში. სინამდვილეში არაფერი ამბავია, ყველას წაგვიკითხავს წიგნი და ყველას ყოლია ლოგინში ერთხელ მაინც ვიღაცა ვისი ატანას შეუძლებელია, მაგრამ და კატამაქსი. და ნუ რა ვქნა. და სად იყო და სად არა მე წავედი ქალაქში, რომელშიც დღესაც მაქვს ჩემოდანი და რომელიც არის ჩემი ქალაქი და ამ ქალაქში ვიყავი ბედნიერი და ვცხოვრობდი მეგობართან, რომელსაც ძალიან ვუყვარვარ და მე საშინლად მიყვარს. მაშინ არსებობდა ცნება ქალაქის ტელეფონი და ქალაქის ტელეფონმა დარეკა, მე ცხადი არავდექი, იმიტომ რომ მე არავინ დამირეკავდა და მეგობარმა მითხრა, რომ ვიღაცა ტიპიაო, მე кайფებაო, ანუ მაგრამ რაღაცა უცნაურად მე кайფებაო. უთხარი მე. ხო, ესა და ეს ვარო მეუბნება. და ეს მართლა ეს იყო დიდი ფილოსოფოსი და დიდმა ფილოსოფოსმა დამპატიჟა ვახშამზე და მე წავედი დიდ ფილოსოფოსთან ვახშამზე და იქ იყო ხალხი, რომლის წიგნებიც წაკითხული მქონდა და რომელთან შეხვედრის პატივიც მე თავში აზრად არასოდეს მომსვლი. და იქ ჩემ გვერდით იჯდა ერთი კაცი, ძალიან ხმამაღალი არსება იყო და მეუბნეოდა, რომ ეს ღვინო დალი, ეს კარგი ღვინოა, შენ სხვა ღვინოს ნუ დალევ. ეს არის ზუსტად ის ღვინო, რომელსაც უნდა სვამდე შენ. 1974 წლის ღვინოა, ღმერთო, სულ მახსოვს. მე არ მეყვარს ღვინო, დავლი. ამ კაცის გამო, მაგრამ ეს კაცი არ მაინტერესებდა, მე მაინტერესებდა დიდი ფილოსოფოსი, რომელიც ამბობდა, რომ დღეს ვეგეტარიანელები ვართ, იმიტომ რომ ანა ვეგეტარიანელია და მე მეგონა რომ ვარ დედოფალი და ჩემი მამა მალე არ ყივის. იცით რა ბედნიერი ვიყავი, ვერ წარმოიდგენთ. და მაშინ დამისვა ფილოსოფოსმა კითხვა, რომ ისე ვიქმუშაობო და მე ვთხარი, რომ არა მეთქი, მე წამოვედი მეთქი. და მოხდა უცნაური რამე. ისინი ვინც ყველაზე მეტად, არა, მომწონდნენ არ არის ეს სიტყვა. ის ვისაც ჰქონდა სწორება, ისინი წამოდგნენ და დამიკრეს თაში და მითხრეს, რომ ყოჩა ხან, რა ჯანდაბა გინდოდა იქ ანა, ყოჩა ყველაფერი კარგად იქნება. და წამოსვლისას მაჩუქეს წიგნები, ბევრი წიგნი. და ერთ-ერთი ეს ალაფის სახში წამოვიღე, გაბრანჭვული ვარ, ჭკუაზე არ ვდგავ. და ამ ალაფში აღმოვაჩინე ხელმოწერით სიყვარულით, ყველაფერი კარგადაა. ერთი წიგნი, რომელსაც ეწერა ასეთი სიტყვები, რომ ჩემ წინ ზის ქალი, რომელიც ისეთი ახალგაზრდაა, რომ მასთან მარადისობაზე შემიძლია ლაპარაკი. და მე მას ვუამბობ და მე შენ გიამბობ ერთ მაგარ ამბავს. და ქვეშ წარწერა, ანა, სიყვარულით, ეს ნოტებუ. ჩემ გვერდით იჯდა კაცი, რომლის წიგნის მინდოდა, რომ დამეწერა მე. არაფერი ამბავი, იმის მერე არაფერი მომხდარა. უბრალოდ მე დიდი ფილოსოფოსის წიგნი ვთარგმნე მერე. და მე დიდი მწერლის წიგნი ვთარგმნე მერე. და ერთი რამე რაც მაშინ ვისწავლე, მინდა რომ გაგიზიაროთ და გარწმუნებთ მუშაობს. ჯობს ფეხში შველმა იაროთ, ვიდრე გზაში ფეხსაცმელმა მოგიჭიროთ, გზურს იყოთ გზაში, ვიდრე სახში იყოთ გამოკეტილი და ბოლო სიტყვები. ყოველ წელს აერჩიეთ ახალი სიყვარული, იმიტომ რომ ძველი ფოთლები უკვე ჩამოცვივდა და ხეებზე ახალი რტოები იშლება. პატივისცემით.